ერთი კაი ფოტო გადავიღე, ვითომ კაი, იმიტომ რომ სულ 9 ნომერი გლეხებით გამოვიყურები, გაიგე და მაგაზეც ლაპარაკობენ, ჩემ ვიზუალს აქცევენ ყურადღებას, რომ მე მახინჯი ვარ. არა უშავს კაცი სიმახინჯე, სხეულის სიმახინჯეს არა უშავს. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გოჩას წონაზე დამდგარიყავი. აი ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მამა ჩემის წონაზე მეულო. ყველაფერი ის გავაკეთე, რაც იყო გოჩა. გოჩას წონამდე რო ავსულიყავი იმისთვის, ხალხი მეუბნებოდა დიეტაზე დადექიო. დიეტაზე კი არა, მაშინ ჭამდი უფრო მეტ შოკოლადს. ისე მინდოდა გოჩას წონაზე ყოფნა და ბებიას დამსგავსებას, რო გითხრათ სიმართლე მაროს ვიზუალურად. მაგისთვის ყველაფერი ვქენი. და გერ შედეგიც ეგერა. მე ამცხვენია ჩემი ვიზუალის. ეხლა მაგ ვიზუალის სალაპარაკოდ არ მოვედი, მე ძალიან ვდარდობ ეხლა იმ ბავშვზე, გუში ვიბლიანი, ხატია ვიბლიანი, ჯერ სოლიდარობის ვიდეო დაწერა და მოყვა არაერთ გვარზე, რომელ გვარებზეც მე მაქვს საუბარი, ღია დალაპარაკდა გოგო და იმ გოგოს სიცოცხლე ჩემი აზრით არის საფრთხეში, იმიტომ რომ გაქრა პოსტი და მე მაგ გოგოსთან ურთიერთობა არ მაქვს და თუ ვინმეს გაქვთ და პოლიციასაც გთხოვთ, რომ გოგოს მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ის ბავშვი არის ჩემთან შედარებით, ჩემსავით ფსიქოლოგიურად ძლიერი ვერ არის, ეტყობა, ნერვიულობდა და ძალიან გთხოვთ პოლიციასაც, ძალიან გთხოვთ, ვინც იცნობთ ხატიას, მიაქციოთ ბავშვს ყურადღება და არ გახდეს ბულინგის და არ გახდეს კიდე ძალადობის მსხვერპლი კიდე ერთხელ. ჭუბერი ლამაზ ქალებს კლავს. არაერთი გოგო ლამაზი ჭუბერში რძალი ვინ შემოვიდა, ყველა მოკვდა. ლამაზი გოგო თუ ვინმე შემოვიდა ჭუბერში, ყველა გააბოზეს. ლამაზი ნათესავით თუ ყავდათ, გააუპატივრეთ. ან მცდელობა გქონდათ. ეს არ ეხება იმ გვარებს, ძალიან ბევრი სუფთა გვარი არის ჭუბერში, იმ გვარებს არ ეხებათ. ძალიან ბევრი ჭუბერი შეიძლება გაიჟღეროს, მაგრამ ჭუბერში არის ძალიან ბევრი გვარი და ვისი გვარებიც არის გაჟღერებული, იმაზე მეტი ბინძური მე მგონი ჭუბერში აღარ არის უკვე. იმიტომ არის, რომ ჭუბერლებს არ აქვს პრეტენზია, არავის გვარი არ გაჟღერებულა, მარტო გაჟღერდა თქვენი ბინძური გვარების, კიდე მეორედ გაჟღერდა და ისევ ვიბლიანიდან. და მაიკო, რო კითხულობდი, სად არიან ჭუბერლები? სად არიან ჭუბერლები და აღიარებებზე გადავიდა უკვე ხალხი, სად არიან? ნონა გუშინ ხაიშის ჯგუფში ძალიან აქტიურობდით, მე არ შემოვედი თქვენთან დიალოგში, ნამდვილად არ ვაპირებდი. და აღარც გაგეცით პასუხი, იმიტომ რომ ისე გათრიეს ჩემმა მეგობრებმა და საერთოდ ზოგადად ადამიანებმა, ქართველებმა და დედებმა და ქალებმა გათრიეს. ჩემმა მეგობრებმა მარტო არა, ქალებმა გათრიეს. და უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ იმ ხაიშის საერთოდ რო არ იცოდით, მოძებნეთ, შეხვედით და თქვენი სათქმელი იქაც თქვით, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე ერთმა ნატამის მოვახერხე, დავანახე თელს საქართველოს, დავანახე ქალს რა შეუძლია. გაბრაზებულ ქალს რისი გაკეთება შეუძლია. მე დავანახე ეს საქართველოს და საქართველომაც პასუხი გამცა ზუსტად იმ გაბრაზებულმა, იმ ვაჟკაცმა ქალებმა, რომლებმაც ხმა მოიღეს და ეს გახდა მთელი საქართველოს. საქართველოს ეხლა 100% თუ არა, 50% იდგას ჩემს გვერდში უკვე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩხვიმიანებს მე ისედაც გაჯობეთ, ვიბლიანებს
იმას გეტყვით, რომ მე თქვენ ისედაც გაჯობეთ თელმა საქართველომ და საქართველოსაც გაცდა მთელი მსოფლიო უყურებს უკვე ამ მოვლენებს. მე ის მოვახერხე ერთმა ნატამ, რომ თელ საქართველოში, თელ მსოფლიოში გაფანტული ქალები ყველა ჩემს კომენტარებში არის, ან ჩემ პირადში არის და ერთმანეთი გაიცნეს ქალებმა, ძლიერმა ქალებმა. მეორე შემთხვევა რომ მოხდება, ეს ამ ქალებს უკვე გავლილი აქვთ ეს კურსი, ზუსტად ანალოგი მოხდება მეორესთანაც. ეს ძლიერი ქალები ჩემს გვერდში იმიდან არ ჩამოსულან ციდან, მე კი არ მივეცი მათ, თვითონაც ძლიერები არიან. ერთი ვერ ახერხებდა. მეც ვერ მოვახერხებდი თქვენთან ბრძოლას ვერანაირი ხერხით. ხო და ყველაზე კაი ხერხი ჩემთვის რაც იყო ეს სოციალური ქსელი, ადამიანები, ეს ქალები, სიძლიერე ქალების. ხო და ეს მოვახერხე მე მთელ მსოფლიოში გაფანტული ემიგრანტი, ძლიერი, შრომის მოყვარე დედები, ცოლები, ბებიები, იმდენი ვქენი, რომ თელმა საქართველომ ერთმანეთი გაიცნო ძლიერმა ქალებმა და ყველა იქნება აწი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იქნება ეს ხალხი თამოსთან. თამოს გამოიწერენ, თუ არა მე სიმაქნისი ვარ, მაგრამ თამოს გამოიწერენ, თამოდან რო გავა ინფორმაცია, ყველა ქალი ვიქნებით ისევ იქ. რა თქმა უნდა, მე ცოცხალი თუ ვიქნები, მაგრამ ეს ხალხი ხო იქნება არა? მე ის შევძელი, რომ შევკარი ქალები და თქვეს ყველა მისი სათქმელი. მე ის შევძელი, მაიკო, მე ეს შევძელი. ნონა, შენ ვერასოდეს ვერ შეძლებ ის შევძელი, ვერც ემა და ვერც ერთი ქალი თქვენ, ვინც ბოზო და ჩათლახოს მიძახოდით. მამიდები, ვერა. ეხლა მიხვდით, რომ მე მეგი ვიბლიანის სოლიდარობის და მეგის სიტყვების რო არ მჯერო და მაგაში ხო დარწმუნდით ეხლა. ბაკაშერების, ჯიმშერი ვიბლიანის თემის წარმომადგენელი არის ხატია ვიბლიანი და ხვამაღლა თქვა. ნუ წააშლევინეს, დაემუქრნენ, თუ ეს ამას გავიგებთ. მაგრამ წაშალა. მაგრამ ხო თქვა. ხო და თქვენ ბაკაშერებს ემასაც, მარიამ ვიბლიანსაც, იმას რა ქვია, ნოდარიშერების მეგისაც ხატიამ გაგცათ პასუხი. აი შენი სოლიდარობის რატო არ მჯერა იცი? ბაკაშერების ზუსტად იმ ოჯახს, პედოფილების ოჯახს რო იცავდი. აი შენი სოლიდარობა. შენ კიდე შენი თავის გადარჩენას ცდილობდი აწი სოციალურ ქსელში, როგორც კი გამოჩნდები შენი ბიზნესიანად. რამდენი შეგრჩება? 100? 200? არ შეგრჩება არავინ. როგორც კი გამოჩნდები და შენს მაღაზიაშიც არ შემოვლენ. ის გავაკეთე. ეს ერთს გიქენი. ასე ზუსტად გოჩას სახლი ვინც ნელა-ნელა საძირკველი გამოუღეთ ასტემირის სახლს და სახელს ყველას გამოგიღებთ, ასე ნელა-ნელა გამოგყვებით ყველას, აბსოლუტურად ასე საძირკველებს თქვენივე ხელებით ჩამოშლით, მე არ გაშლევინეთ. მე რა შეუვარდი იმას, რა ქვია, მეგის და არიქა პოსტი დადევი ჩემზე თქო? პირველადაც რო დადო, მაშინაც მიქარა, მეორე დადება ხო საერთოდ სირცხვილი იყო. ხო და ისევ მის თავს თვითონ დაუშავა პირველ ჯერზეც და მეორე ჯერზეც. არც ერთხელ მე არ გამჩენია სურვილი, რომ მეგისთვის მეთხოვა დახმარება. მე არ მეთხოვე მეგისთვის დახმარება. მე ვთხოვე საქართველოს დახმარება და მეხმარებიან კიდეც. ასევე შემოდიან ჩემთან პირადში და მთავაზობენ ფულს, რომ ფულით დაგეხმარებით, ისე დაგიდგები. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მე როცა გამიჭირდება ფული, ასე საჯაროდ ვიტყვი აუცილებლად, რომ მაქვს ფინანსური პრობლემები და ცოტა ოდენი მჭირდება.
ასე პირადში და ცალ-ცალკე აღარ